გამარჯობათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ ტაროლოგიურ ეზოთერიულ არხზე. მე მქვია ნევილი. ეს გვექნება ტრადიციულად ყოველთვიური პროგნოზი, საჯარო გაშლა, ამ შემთხვევაში უკვე აპრილის თვესთან დაკავშირებით. ენერგო ბალანსირებისთვის საჭირო არის კომენტარი, მოწონება, გაზიარება, ჩემი არხის გამოწერა, ვისაც გამოწერილი არ აქვს. ამ არსებულ გაშლასთან დაკავშირებით ან ნებისმიერ სხვა თემატიკასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომართოთ Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე პირადში. პირველი ვარიანტისთვის როგორი იქნება არსებული თვე, მეორე ვარიანტი და რაღაც თქმა უნდა მესამე ვარიანტი. ზოგადად რა სიახლეები იქნება პირადის კუთხით? ეს გავაკეთოთ. რა სიახლეები იქნება მეორე ვარიანტზე, ორი ერთად ამოვიდა იყოს ესე. და ზოგადად ფინანსური მხარე თქვენი როგორი იქნება? შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, ის რომელიც უფრო მეტად ახლოს იქნება თქვენთან, შეგიძლიათ დააპაუზოთ. მე დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ზოგადად როგორი იქნება თქვენი თვე, ხო? თვის ფონი საკმაოდ ისეთი აქტიური იქნება, ცეცხლოვანი, ვერძული ენერგიებით, ან ვერძის თვე არის, ხო? უფრო მეტად ვერძისა და კუროს გარდამავალი პერიოდი არის, უფრო მეტად გააქტიურდება თქვენთვის არსებული ცეცხლოვანი ენერგიები. მეტად გექნებათ პასუხისმგებლობების გამოვლინება ცხოვრებისეულად, მოგიწევთ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება, ანუ მთელი თვის განმავლობაში გექნებათ აქტიური პროცესები მიმდინარე ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებით. ვერ მოიწყენთ, არ იქნება რაღაცა ისეთი ნეგატიურ ასპექტში, პირიქით თქვენთვის სასარგებლო სიახლეები იქნება ამ მიმართულებით, ხო? ერთადერთი მომენტი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ზოგადად ვერძი და კონკრეტულად იმპერატორი კაცის პოზიცია საკმაოდ ფეთქებადი ნიშანი არის, ხო? შესაბამისად უნდა გააკონტროლოთ თქვენი ემოციური და მენტალური მხარე, არ მისცეთ საშუალება თქვენ გარკვეული სახის შინაგან განწყობას, გარემო ფაქტორებისგან, რომ გამოგიყვანოთ წყობილებიდან, რომ იყოთ რაღაცა არაკონტროლირებად სიტუაციაში. დანარჩენი კუთხით საკმაოდ კარგი თვის მდგომარეობას აჩვენებს ზოგადი ფონის კუთხით. ზოგადად მოდით ნახოთ სიყვარულის კუთხით რა გელოდებათ. სიყვარულის კუთხით ძირითადად არის ერთ ადგილზე გაჩერებული თემა, მოდი ეს რაღაცას გეტყოდით. თუ იმყოფებით ურთიერთობაში და გაქვთ გარკვეული სახის დაულაგებლობა ან რაღაც ეტაპზე ხართ, ისევე გრძელდება არსებულ თვეში. რო გითხარ რომ რაიმე სახის დაცვლილებები იქნება თქო, ფიზიკურად მსგავსი რამე არ არის, რუტინული ხაზის მდგომარეობა არის ნაჩვენები, ხო? ასევე მათ ვისაც არ ყავთ პირადი ურთიერთობის კუთხით მეორე ნახევარი, ამ შემთხვევაში ცდიდათ რაღაცა საიმედო სიტუაციები, არაიცი თქოს ასდებული თვე თქვენთვის არის ეს თქვარი მოდუნებისა და გააზრების პერიოდი პირადის კუთხით რა გჭირდება, რა უნდა შეცვალო, ხო? ან ზოგადად რა მიმართულება არის შენი. სხვა რაიმე ისეთი სერიოზული ცვლილება სამწუხაროდ თუ საბედნიერო თვისთვის როგორ ფიზიკურად არ არის. და რა თქმა უნდა ფინანსები. ფინანსების კუთხით საკმაოდ კარგი სიტუაცია გექნება. თემა არის ესეთი. არსებულ თვეში გექნება გარკვეული სახის შემოთავაზებები, საქმიანი თვალსაზრისით. ეს შეიძლება იყოს კონკრეტულად პარტნიორულ თემაში, რომ რაღაცა კონკრეტულ შეთანხმებამდე მიხვიდეთ რაიმე სახის კავშირი დაამყაროთ ფინანსურ თემაში. ანუ მთლიანობაში ფინანსურ მხარეს თუ შევხედავთ, საკმაოდ კარგი რესურსებზე შესაძლებელი არის რომ გახვიდე. ერთადერთი მომენტი, რაც არის გასათვალისწინებელი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოს, სანამ კონკრეტულად რაიმე სახის შეთანხმებას დადებ ან რაიმე სახით გექნება, ასე ვთქვათ, მიღებული თანხმობა, მიიღებ უბრალოდ თანხმობას, ეცადე რომ გაარკვიო თითოეული დეტალიზაცია, რაზე თანხმდები, რა არის შენთვის კარგი და რა არ არის კარგი. ხო, უფრო მეტად იყავი გაცვით ცნობიერებულ მდგომარეობაში და სიღრმისეულად ეცადე რომ სიტუაციები მეტად დაალაგო საკუთარ თავში და გარშემოყოფებთან მიმართებაში. თვე საკმაოდ კარგი არის შენთვის ფინანსური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ხო? მოდით ნახოთ ახლა მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი თვე არის ფინანსური კუთხით განსაკუთრებით აჩვენებს რომ მთელი თვის განმავლობაში გექნება კარგი შემოსავლების მდგომარეობა. ზოგადად თვე თქვენთვის არის საკმაოდ ნაყოფიერი. არ გამოურიცხავ რომ არსებული თვეში თქვენთვის იყოს ერთგვარი ჯეკპოტის თემაც, ხო? იმ თვალსაზრისით რომ გამართლება უფრო მეტი გაქვთ ფინანსურ ასპექტის კუთხით და ზოგადად მატერიალური მხარის თვალსაზრისით. არსებული თვე ჩათვალეთ რომ თქვენი არის საჩუქრების მიღების პერიოდი არის გარკვეული კატეგორიისთვის, ყველასთვის არა, თუმცა გარკვეულისთვის შეიძლება გადათამაშდეს რომ არსებულ თვეში გქონდეს დაბადების დღეს და საჩუქრის სახელად რაღაც ფულადი დახმარება მიიღოს. მთლიანობაში თვის ფონი საკმაოდ კარგი მდგომარეობის მაჩვენებელი არის თქვენთვის. მოდით ვნახოთ ზოგადად პირადი ურთიერთობების კუთხით რა სიტუაცია გაქვთ.
იმპერატორი ქალი. საკმაოდ კარგი პერიოდი გეწყება პირადი ურთიერთობების კუთხით. თუ ხარ ურთიერთობაში, უფრო მეტად განვითარების თემები გექნება და ახალ ეტაპზე გადასვლის მდგომარეობა, გარკვევადობა უკეთესი მდგომარეობების კუთხით. თუ არ ემყოფები ურთიერთობის თემაში, შესაძლებელი არის ამ თვეში გამოჩნდეს ადამიანი და მასთან დაალაგო ისეთი თემები, რომ სამომავლოდ საკმაოდ კარგი სიტუაციები მოგიდოს. ანუ ბედნიერების მომტანი შეიძლება შესაძლებელი არის იყოს არსებული თვე შენთვის პირდაპირ მნიშვნელობით. მიმდინარე პერიოდში არსებული თვეში პირადში უფრო მეტად გიმართლებს, ვიდრე შეიძლებოდა რომ წინამდებარე სიტუაციებში გაგმართლებოდა, ხო? ასე რომ მეტი გონიერება ჩართე, მეტი ცოტათი სიეშმაკე, კარგი გაგების კუთხით, რომ ის შანსები, რომლებიც შეიძლება რომ ურთიერთობების კუთხით მოგეცეს, ხელიდან არ გაუშვეს. საკმაოდ კარგი პერიოდი გეწყება პირადი ურთიერთობების კუთხით, ჯერჯერობით კარგად მივდივართ და მოდი ფინანსების კუთხითაც ნახე, საწყისი ეტაპია ჩვენა რომ ფინანსები კარგად გექნებოდა შემოსავლის კუთხითთვის ფონში, მაგრამ ბოლოში ამოდის ფინანსურ თემაზე ჩამოკიდებული კაცი. ეცადე რომ არსებულ თვეში გააკონტროლო მეტად შენი ფინანსური მხარე. შესაძლებელი არის ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი იყოს და ბევრი გასავალის პოზიცია. შესაბამისად არსებულ თვეში თავს ვიკავებ ზედმეტი ხარჯებისგან, ისეთისგან რაც შეიძლება რომ თავი შევიკავოთ, მაგალითად პირობითად გააქვთ ახალი, უბრალოდ გააქვთ პირობითად ძველი საეცხი მანქანა პირობითად ვთქვათ, ხო და ეს თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ შენ ამბობ არა, მე ახალი მინდა უნდა ვიყიდო. შესაბამისად შენ შეგიძლია რომ თავი შეიკავო ამისგან, ხო, ჯერჯერობით თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ეს უკვე შენი პირადი მოთხოვნილება, შენი პირადი ეგოს თემები არის. აი მსგავსი რაღაცეებისგან ჩანაცვლების სიტუაციები ჯერჯერობით არ გააკეთო. მეტი თავშეკავებულობა ფინანსების კუთხით, იმიტომ რომ ისედაც გასავლის პოზიცია შესაძლებელი არის ბევრი იყოს. და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის თვე საკმაოდ სტაბილური არის, მეტად არის აქტიური. თქვენთვის მიწის სტიქიის მდგომარეობა, ფინანსური კუთხით ესეა თუ ისეა შემოსავლების სტაბილურ პოზიციაში არის. ერთადერთი მომენტი, რაც არის გასათვალისწინებელი, ეცადეთ რომ მეტად იყოთ ბალანსირების თემაში, არა მარტო ფინანსურ თემაში, არამედ კომუნიკაციების მდგომარეობაში, ხო ადამიანთან მიმართებაში გააკონტროლეთ მიღება გაცემის პოზიციაში, ზედმეტად არ იყოთ ხელგაშლილ პოზიციაში, ხო თქვენ არ გასცეთ ყველაფერი და მისგან სანაცვლოდ ელემენტარული ყურადღება და მადლობის გადახდაც რო ვერ მიიღოთ. ანუ აკონტროლე შენი მდგომარეობა სიტუაციურად, პირდაპირ მნიშვნელობით ესეთი ინფორმაცია მოდის. ზედმეტად არ გადაყვი ადამიანს, ამ თვეში განსაკუთრებით ესეთი ინფორმაცია არის. მოდით ნახოთ კონკრეტულად სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით უფრო მეტად იქნება გაგების პოზიცია, თუ იმყოფებით ურთიერთობის თემაში, შესაძლებელი არის პარტნიორთან მიმართებაში უფრო მეტად დაგილაგდეთ თემები და გარკვეული სახის თქვენთვის სტიმულის მომცემი სიტუაციები განახორციელოს, შესაძლებელი არის საჩუქარის კუთხითაც იყოს მისი მხრიდან გარკვეული სახის შენაძენი, გარკვეული სახის საჩუქრის მოცემა პირდაპირ შემდგომ როგორც ფინანსური, ასევე ზოგადად ფიზიკურ დონეზე, ანუ არსებულ თვეში პირადის თემები უფრო მეტად ბალანსირებული გაქვს როგორც არასდროს, ხო? ერთადერთი მომენტი, რაც არის გასათვალისწინებელი, ისინი ვინც არ იმყოფებით ურთიერთობების თემაში, ეცადეთ რომ, როდესაც შეხვალთ კომუნიკაციის მდგომარეობაში და ახალი ნაცნობების თემა გექნებათ, ანუ საწყისი ეტაპი, მეტად იყოთ რეალური წარმომადგენელი, ანუ არ იყოთ რაღაცა ნიღაბმორგებული ადამიანის პოზიციაში, მეტად წარმოაჩინეთ საკუთარი თავი რეალური როგორიც ხართ. რომ თქვენი კეთილი თვისებები დაინახოს იმ ადამიანმა, რომ მეტად მოაწონოთ თავი. პირადის კუთხით საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ და მოდით ვნახოთ ფინანსური თემაც. ფინანსების კუთხით ცოტათი ესე ვიტყოდი კონფლიქტის თემა შეიძლება შეიქმნას იქიდან გამომდინარე, რომ აი აქ მე ხო გითხარით პირველ პოზიციაში, რომ უნდა გააკონტროლოთ თქვენი ფინანსები, სად, როგორ ვისთან მიმართებაში ხარჯავთ და ზოგადად ბალანსირება გჭირდებათ. შესაძლებელი არის გარშემოყოფებისგან წამოვიდეს ვალდებულებები, რაშიც საერთოდ არ ხართ ვალდებული, შესაბამისად მოგივიდეთ გარკვეული სახის უსიამოვნო საუბრები, ცოტათი კონფლიქტურ თემაში შესვლა. შესაბამისად აქ რჩევის სახით რაც ამოდის ფინანსური კუთხით, არ მისცე საშუალებას ხვებს, რომ შენი ფინანსური რესურსი მიითვისონ, არ მისცე საშუალება, რომ სიტუაციურად ფინანსების თვალსაზრისით გამოგიყენონ. ვალისგან მაქსიმალურად თავი შეიკავე, არ გასცე ფული ვალის კუთხით, ხო ესეთი ინფორმაცია მოდის. მეტად გააკონტროლე შენი ფინანსური რესურსი. შემდეგ უკვე ყველაფერი კარგად გექნება. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაციები, გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, ნახვამდის.